ქუჩაში ბავშვები დახმარებას ითხოვენ. რას ხედავ შენ? ჩვენი თვალები ყოველდღიურად ირეკლავენ მათ ცხოვრების ეულ ისტორიებს. შეიძლება სადმე მარკეტთან ბავშვების შრიამული შენიშნა. მათ ალბათ გამოეყოფა ერთი, შენთან მოერბენს და დახმარებას გთხოვს. ხშირად კინოთეატრიდან გამოსულს წინ პატარა ბავშვი გეჯახება, რომელიც შენი მეგობარი გოგონასთვის ყვავილების შეძენას გთავაზობს. როგორც წესი მეტროში, საკუთარ სმარტფონში თავჩარგულს, თავზე პატარა ბავშვი წაგადგება და დახმარების მიზნით სანთლის შეძენას გთხოვს. დიდი შანსია შუქნიშანზე გაჩერებულს ფანჯარაზე პატარა გოგონ კიდევ უფრო პატარა ბავშვით ხელში მოგიგაკუნოს და გთხოვოს 10 თეთრით მაინც დაეხმარო. შენ მიერ გაწოდებულ მონეტას ორი მხარე აქვს და ხშირად სიკეთისთვის გაღებული 10 თეთრი ბავშვის ცხოვრებაში 10-ზე მეტი შავი ისტორიის თანაავტორი ხდება. ქუჩაში ბევრ რამეს ვხედავთ, თუმცა ცოტას თუ ვამჩნევთ. საფრთხე ერთი შეხედვით უხილავია. თუ ფლობ ინფორმაციას მათხოვრობაში ჩაბმული ბავშვების შესახებ, დარეკე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. ხოლო თუ ფლობ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, აკრიფე 112.